საქართველოს მრავალი მოქალაქე დღეს უკვე დაუფარავად ოცნებობს წარმატებაზე. შემოსავლიან ბიზნესზე, მოგზაურობებზე, პროექტებზე, საერთაშორისო აღიარებაზე, მაღალ პოზიტიურ რეპუტაციაზე და გავლენაზე, რომელსაც იგი ქვეყნის განვითარების პროცესზე მოახდენს. მრავალი ამ მოქალაქეთაგან ძალღონესაც არიშურებს და თეორიითაც და პრაქტიკითაც მიიწევს წინ სანეტარო მწვერვალებისაკენ. ეს ადამიანები არ იკლებენ არც სწავლებებს, არც ტრენინგებს, არც კონსულტაციებს ავტორიტეტებისაგან და არც კომუნიკაციას წარმატებულ და ცნობად პიროვნებებთან. ხშირად ავლენენ ეფექტურ ინიციატივებსაც და წინააღმდეგობისათვის და შეუპოვრადაც მიიწევენ სულ მაღლა და მაღლა, ზემოთ და ზემოთ, როგორც ერთ ცნობილ ქართულ სიმღერაშია. საქართველოს ამბიციური მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ალბათ იმყოფება ამ გზის დასაწყისში. ზოგიც სადღაც შუაში, ძაფრ კრიზისს გადაკიდებული, ზოგს კი მგონი სულ 5 წუთი უკლია გამარჯვებამდე. რაც არ უნდა იყოს, ეს აუდიო პოდკასტი გამოადგება როგორც ერთ, ასევე დანარჩენი ჯგუფების წარმომადგენლებსაც. სხვა აუდიო პოდკასტებში ჩვენ შევეხებით სუბიექტურ ფაქტორებს, ანუ იმ მახასიათებლებს, რაც ესაჭიროება თავად ინდივიდს წარმატებისათვის. თუმცა ახლა მინდა ზოგადად მიმოვიხილო ის თუ რა გარემოში ვცხოვრობთ, ან უფრო სწორედ სად ვაპირებთ წარმატებისათვის ბრძოლას, წარმატების პროექტის ხორცშესხმას. როგორც საკუთარი ცხოვრების სტრატეგოსმა მოქალაქემ უნდა ზედმიწევნით კარგად იცოდეს, რა ვითარებაში მოუხდება მას არსებობა საკუთარი ამბიციების გახმოვანების შემდეგ. რა ველებზე მოუწევს ბრძოლა, რა საფეხურებსა და კლდეებზე აღმასვლა და რა ნიადაგზე მოუწევს სიცოცხლის მოსავლების მოყვანა. ზოგიერთს ეს მსჯელობა შეიძლება ბანალურად, მომაბეზრებლად ან მოსაწყენათაც მოეჩვენოს, მაგრამ გონიერ ადამიანს ეს ანალიზი დაეხმარება უფრო სიღრმისეულად შეხედოს წარმატების ბრჭყალებში პრობლემას და ზოგოს დრო და ძალისხმევა არ ირბინოს მომავალში მოჯადოებულ წრეზე და ის უპირატესობები გამოიყენოს, რომლებიც კონსტანტურად არსებობს ან დრო და დრო გაჩნდება ხოლმე საქართველოს სოციალ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეებში. უფრო მეტიც, განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებულმა ადამიანმა სრულყოფილად და გლობალურად უნდა იცოდეს და აცნობიერებდეს, რას წარმოადგენს ეს ეგრეთ წოდებული ქართული გარემა. კარგი იქნება თუ დაინტერესებული მსმენელი ამ პოდკასტს ისე გასართობად კი არ მოისმენს, არამედ დააკვირდება, სად შეიძლება იპოვოს მან საკუთარი ნიშა, სად შეძლებს იდეალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, აამუშაოს წამყვანი კონკურენტული უპირატესობა. მაშასე, მოდით მიმოვიხილოთ რამდენიმე ფაქტი და რიგი ჩემეული დაკვირვებების იმაზე თუ რა გარემოში ვცხოვრობთ დღესდღეობით. პირველი, 24 წელიწადია უკვე ქვეყანას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გააჩნია. რა ფასად გვიჯდება ეს დამოუკიდებლობა, რა პროექტია, რამდენად დამოუკიდებელ და თანამიმდევრულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებთ და ასე შემდეგ, ეს უფრო რიტორიკის საკითხი, ამიტომ აქ მეტად აღარ განვავრცობ თემას. ქვეყანაში მეტნაკლებად ხან ფორმალურად, ხანაც ფაქტიურად მოწესრიგებულია სამართლებრივი გარემო. არსებობს საზოგადოებრივი წესრიგი, ფუნქციონირებს ეკონომიკა, აღებულია კურსი ქართული კანონმდებლობის ევროდასავლურთან სინქრონიზაციაზე, დემოკრატიული ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუციების გაძლიერებაზე და სხვა. ახლა ხშირად გაიგებთ აზრს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა მიზანმიმართული ოპერაცია იყო, ხოლო შემდგომში საქართველოში წარმოებული დემოკრატიზაციის, საბაზრო ეკონომიკაზე გადანაცვლების პოლიტიკა იყო ხელოვნური, თავსმოხვეული და ეწინააღმდეგებოდა 70-იან 80-იანი წლების სოციუმის ავთენტურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს. რაც არ უნდა იყოს, აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ძლიერმა დასავლურ-ატლანტიკურმა ელიტებმა ნება მოახვიეს უფრო სუსტ პოსტსაბჭოურ ელიტებს. ეს ყველაფერი იმდენად ოსტატურად გათამაშდა, რომ თავად ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც არც დამოუკიდებლობის და არც განვითარებისათვის მზად არ ყოფილა, ყიჟინით მოახდინა რევოლუცია, რომელსაც რამის გადაჰყვა. მას შემდეგ საზოგადოების მართვის პროვოკაციული მეთოდი შიდა და გარე ელიტების წარმატებულ ინსტრუმენტად იქცა. დამოუკიდებლობის მიღებიდან 12 წელიწადზე მეტი ქვეყანა აფრიკული დემოკრატიის ქვეყნების მსგავსი რეჟიმით ცხოვრობდა. ტერორი, კვლელობა, ქონების დატაცება, სახელმწიფოს დაქუცმაცება და გაჩანაგება, უსამართლობა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები, ასეულობით 1000 იძულებით გადაადგილებული პირების გაჩენა ქვეყნის ტერიტორიაზე. 90-იანი წლები
დღესაც კოშმარივით აგონდება საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ახსოვს ის პერიოდი და სამწუხაროდ დღესაც ნებისმიერ სახელმწიფო პროექტს, ურთიერთობებს, გადაწყვეტილებებს, სახალხო ნების გამოვლინებას დამოკლეს מחვილივით აწევს. მეორე, მალე 20 წელიწადი გახდება, რაც ქვეყანაში ჩატარდა პრივატიზაცია. მოხდა კაპიტალის პირვანდელი დაგროვების ხელოვნური პროცესის სტიმულირება. მას მერე ქვეყნის უძრავი ქონების მსხვილმა წილმა რამდენიმე კლანის ხელში გაიარა. გადახურდავდა საერთაშორისო ფიქტიურ კაპიტალზე, ანუ რეალობაში ციფრებზე დაფიქსირდა სიმბოლოებად რომელიღაც კომპიუტერებში და ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მრგვალი რიცხვი დაუჯდა საგარეო ვალის სახით. მესამე, საინტერესოა, რომ 2013-14 წლებიდან საქართველოს სოციალურ ასპარეზზე ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ უკვე აქტიურად შემოვა ახალი სოციალური ფენა, ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და აღიზარდნენ და ასე თუ ისე წარმოადგენენ უკანასკნელი წლების საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების პროდუქტს. საკმაოდ საინტერესო იქნება მათი წვლილი ქვეყნის სოციალურ პროგრესში. მეოთხე, ბოლო 30 წლის განმავლობაში და უფრო მეტად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ განვითარდა ეგრეთ წოდებული არაკომერციული, ანუ სამოქალაქო სექტორი, რომელმაც ქვეყნის წინსვლისა და სამოქალაქო მდგრადობის საქმეში ფლაგმანის როლი იკისრა. იმავდროულად, ამ შუალედში ყოფილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ჰუმანიტარი მეცნიერების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, იურისტების, ეკონომისტების და სხვა პროფესიების მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული ექსპერტების ფენა. როგორც ვიცით, ამ ადამიანებმა ცალკეულ სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებისეულ სფეროებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, ექსპერტიზის გაცემის, მაღალპროფესიული შეფასებების, ანგარიშების და პროექტების გენერირების ვალდებულება იტვირთეს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების რაღაც საკმაოდ დიდ ნაწილს უმაღლესი ან სპეციალიზირებული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა, ისინი დღეს ასე თუ ისე ერის ინტელექტუალურ კაპიტალს და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. თუმცა არის მთელი რიგი წინააღმდეგობებისა და ხარვეზების, რომელიც ამ ფენის ფილოსოფიას ახასიათებს. მაგალითად, დასავლური სოციალ-პოლიტიკური მოდელების ბრმად კოპირება, დემოკრატიის იდეების გაკერპება იდეოლოგიით, რომ ადამიანი უნივერსალურია. ანუ თუ რაღაც მუშაობს დასავლეთში, ეს ასევე წარმატებულად იმუშავებს საქართველოშიც. ამ დროს გამოირიცხება კულტურული ტრადიცია, საზოგადოების ისტორიულ-ფსიქიური მზაობა, ეპოქა, გადატანილი ისტორიული ტრამვები, სოციალ-პოლიტიკური ორგანიზაციის და საერთოდ თვითორგანიზების უნარები და დონე. ინტელექტუალური პოტენციალი, გეოპოლიტიკური წნეხი, ეთნოგენეტიკური მიდრეკილებები და ასე შემდეგ. B. ამ ექსპერტებიდან იშვიათს გააჩნია რეალური პოლიტიკური ბექგრაუნდი და გლობალური პრაგმატული ხედვები, რაც მოსდევს მხოლოდ და ძირითადად აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლების ზედაფენაში სისტემატურ ჩართულობას, გადაწყვეტილების მიღებას, განხორციელებასა და მონიტორინგს. შესაბამისად, ამ ფენის წარმომადგენლები არც თუ იშვიათად მეტის დახმარებით საბანს თავისკენ კაჩავენ. ისინი გლეჯავენ გარკვეულ საზოგადოებრივ პრობლემებსა და გამოწვევებს ეპოქალური, ეროვნული და სხვა კონტექსტებიდან, აზოგადებენ თავიანთი სფეროს მნიშვნელობას და პანაციად უსახავენ საზოგადოებას მათ მიერ შეთავაზებულ კონცეპტებსა და იდეურ კონსტრუქტებს. ეს შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, დასავლეთთან ურთიერთობა, კანონმდებლობა, გენდერი, მორალი და ასე შემდეგ. ანუ ეს მოქალაქეები არ აქვთ რა ხელისუფლების წარმართვისა და ფორმირების პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ მოდელების საფუძველზე სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით საზოგადოებაში იდეურ ქარიშხლებსა და იდეურ ქაოსს აპროვოცირებენ. ამას ისიც ემატება, რომ თითოეული მათგანი ჩვეულებრივი ადამიანია და გარკვეული იდეის გაპიარებისას აქვს საკმაოდ უბრალო ადამიანური мотивация. თვითდამკვიდრება, დაფინანსების მოპოვება, პოლიტიკური ინტერესი. ხანდახან გამაოგნებელია კიდეც ზოგიერთი ექსპერტის არაჩვეულებრივი ასერტიულობა, თითქოს ეს ადამიანი მომავლიდან წარგზავნილი დესპანია და მოგვევლინა საქართველოს სოციალ-ეკონომიკური წარმატების ცხადად ქმნილი გეგმით ხელში. სამწუხაროდ ახალ თაობაში ასეთი უსაფუძვლო თავდაჯერებულობა კიდევ უფრო ამყარებს იდეურ წინააღმდეგობებსა და ილუზიებს ფუნდამენტურ ცნებებთან მიმართებაში. მაგალითად, რა არის საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ინტერესები, რა არის საქართველო, რა არის საქართველოს წარმატება, რა არის პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი. სამწუხაროდ, როდესაც ვინმე იწყებს ზოგიერთი ექსპერტის მიმართ ოპონირებას და მიუთითებს, რომ რეალობა ცოტა არ იყოს
სხვანაირია, ისინი ირონიულად აბათილებენ ამას მოსაზრებებით, რომ ეს უბრალოდ პესიმიზმი და სკეპტიციზმია, რომ ეს შეთქმულების თეორიებია, პარანოიზაცია და სხვა არაფერი. მეხუთე. რეალური მექანიზმები, საზოგადოების ეგრეთ წოდებული შინაგანი ძრავი, დავესესხები ამ ტერმინს ვებ დეველოპერებს, საქართველოს საზოგადოების ფუნქციონირების მოდელი არც მეცნიერულად და არც ზედაპირულად არ შეისწავლება, არ ისწავლება, უფრო მეტიც იმალება და შემდეგ ხდება მისი გაზღაპრება და შელამაზება. სწავლების სისტემა და ცოდნა, რომლის გადაცემა ხდება საშუალო თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, პრაქტიკულად ემყარება საბჭოთა დროინდელ მეთოდოლოგიას, უსარგებლო ინფორმაციით გონების გადავსებას, ზეპირობანას, სქოლასტიკას, გამოთაყვანებას და დღესდღეობითაც ისეთი დებილიზმით თავების გამოჭედვას, რომ შედეგად მოქალაქეებს უყალიბდებათ რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური წარმოდგენა ცხოვრებაზე. არა და ამ დროს თუ გინდა რეალურად შეისწავლო ეს საზოგადოება, შენი საზოგადოება, სადაც ცხოვრობ, უნდა ესტუმრო და საკმაო ხანს გაჩერდე. ა. საბავშვო ბაღში, ბ. ცუდი რეპუტაციის მქონე სკოლაში, გ. ციხეში ან კოლონიაში. დიახ, თქვენ თუ გინდათ იცოდეთ, რა საზოგადოებაში ცხოვრობთ, ნუ წახვალთ ძვირადღირებულ რესტორანში ან სადღაც ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის, რაც არის წმინდა საბჭოთა წარმონაქმნი, შეკრებებზე. მიბრძანდით ციხეში და ნახეთ თუ რა არის ნამდვილი ქართული საზოგადოება. კიდევ არის ერთი ადგილი, სადაც ყველაზე უფრო ცხადად ირკვევა საზოგადოების რაობა, მაგრამ ღმერთმა არც დაგვაჭიროს და არც გვანახოს. ეს არის ომი. მეექვსე. ახლა მივედით საინტერესო ფენომენამდე. ეს არის პრივილეგია და ორმაგი სტანდარტი, რაც ჩვენს ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე თავისთავად ჩვეულებრივი სტანდარტი იყო. მერე ნაწილობრივ შეწყდა, ნაწილობრივ შეინიღბა და დღეს კი კვლავაც ბრუნდება. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ყველაზე შეუვალი და პატიოსნების სიმბოლო საპატრულო ეკიპაჟი. ალბათ არც ისე იშვიათად გვინახავს საჭესთან მჯდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს შეუჩერებლივ საუბრობს მობილური ტელეფონი. ღვედი არ აქვს გადაჭერილი, აკეთებს გაურკვეველ მანევრებს ავტომობილით და შეიძლება 10 წუთში ამაზე უბრალო მოქალაქეს ჯარიმა დაუწეროს. და დამეთანხმებით, რომ ეს არის ყველაზე უფრო უწყინარი შემთხვევა. მე არაფერს ვამბობ ხელისუფლების კომპლექტაციაზე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მონოპოლიურ კარტელურ წარმოებაზე, სახელმწიფო ბიზნესზე და სხვა. რა თქმა უნდა, ასეთი პრეცედენტები უცხო არც ყოვლადნაკები დემოკრატიული დასავლეთისთვის არაა. თუმცა ჩვენთან ორ ბუნებოვნება და უპრინციპობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ამაზე ძალიან დიდხანს შეიძლება კამათი, რა, საიდან და როგორ იწყება და მოდის. მაგრამ რაც ფუნდამენტურია, ეს არის მონური მორალი. არა მხოლოდ მოსახლეობის მონური მორალი, რომელიც არ ჯანყდება პრივილეგიების მქონე პირების თავგასულობის წინააღმდეგ, სანამდე არჩევნები არ მოვა, სადაც კიდევ ერთხელ ხდება ოსტატურად ჩატარებული პიარ პამპულაობის მსხვერპლი. არამედ ეს არის უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მენეჯერების მონური მორალი. მენეჯერების, რომლებსაც ეშინიათ იმათი დასჯა, ვინც ცდილობს ისარგებლოს კანონით ბოძებული ძალაუფლებით და იგი პრივილეგიათ აქციოს. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ საერთო მონური ფსიქოლოგიის ვითარებაში იმ დემოკრატიული ვალდებულებების პირობებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის წინაშე აიღო, ქვეყანა და საზოგადოება რაღაცნაირად უნდა იმართებოდეს. რადგან ძალადობა და პირდაპირი ტერორი გამოირიცხება, რჩება ცნობიერების მანიპულირების და მართვის ტექნოლოგიები, შიშების გაღვივება, პირდაპირი და ირიბი მანიპულირება, პოპულიზმი, გამოთაყვანება, ფარული ფსიქოლოგიური შანტაჟი, მუქარა და ზეწოლა და რა თქმა უნდა ტყუილი, კიდევ უფრო მეტი ტყუილი, ტყუილი ტყუილში და კიდევ უფრო მეტი ტყუილი. ამჟამად მართვის სხვა ტექნოლოგია იმ საინფორმაციო ქაოსის პირობებში, რაც შეიქმნა ქართული სახელმწიფოს ფიზიკურ და საინფორმაციო სივრცეებზე, თითქმის არ არსებობს. მეშვიდე. საზოგადოება და ქვეყანა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მესამედი სარგებლობს Facebook-ითა და Google-ით, მაინც არის მნიშვნელოვანწილად ბატონყმური. რამ აძლევს ამის თქმის უფლებას და ცოტა ვცლათ ამის შესახებ. ა. სახელისუფლებო იერარქიებში მყოფი ადამიანები არიგებენ რესურსებს, თანამდებობა, პროექტი, წრე, მიწა-წყალი, სესხები და სხვა, რის სანაცვლოდაც ღებულობენ ყმების პიროვნული თავისუფლებისა და ნების ნაწილს და შემდეგ ფუნქციონირებენ როგორც ერთი გამართული ფეოდალური სისტემა. ბ. ქვეყნის მოსახლეობის შემადგენელ ოჯახთა საერთო წილში კვლავაც დომინირებს რამდენიმე თაობიანი ოჯახი, რაც არის ფეოდალური ეპოქის ნაწილი.
შეხედულებების, ტრადიციების, ღირებულებების თითქმის კონსტანტური კამპოტი წყევლასავით გადაეცემა თაობიდან თაობას. ამას ემატება თაობების ერთსა და იმავე ადგილზე საუკუნოვანი ბინადრობა, რით არ გაგახსენდება აქ მაკონდო და მარტოობის 100 წელი და თემზე იდეურ მენტალური მიჯაჭვულობა, თემურ ჯოგური ურთიერთკონტროლი, სადაც ყველა ყველას იცნობს. G. ბატონობს აგრარულ ფეოდალური ცნობიერება, რაც გამოსახულია იდეებში, ცოტაც მეყოფა, რაც არის ეს არის, ან უფრო პრიმიტიულად, აი ვიჩინა ცოტა ყველი ღვინო და თავს როგორმე გავიტანთ. D. ქვეყნის მართვა და ადმინისტრირება მოწყობილია ფეოდალურ მოდელზე ციხე ქალაქი. ან თქვათ ძველი რომი და დანარჩენი იტალია. ამ შემთხვევაში თბილისი განსაკუთრებულად თვითკმარი სითი და მეგაპოლისი ხდება, მაშინ როდესაც მასზე ჩამოკიდებული რეგიონები მიმდებარე სოფლების ან აგლომერაციის მნიშვნელობამდეა დაკნინებული. როგორც მე ხშირად სარკაზმით ვიმეორებ ხოლმე, საქართველო ერთი ქალაქია თბილისი და დანარჩენი ყველაფერი სოფლები მის გარშემო. E. ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები, სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლება, თუნდაც პარტიები, თავისუფალი, ინიციატიური და ინტელექტუალური მოქალაქეების ფენი სიმცირის გამო, აგრეთვე იმისთვის, რომ გარანტირებულად შეინარჩუნონ პოლიტიკური მმართველობა, ყალიბდება წმინდა გვაროვნულ მეზობლური თემისა და ფეოდალური ვასალიტეტის პრინციპებით. ნათესაურ მეგობრული ნიშნით, ნაცნობ ნათელმირნობით და სხვა. ქართულ სოციუმში დაწინაურებისა და საპატივსაცემო ადგილების დაკავების წესი ჩვეულებრივი ნეპოტიზმია, პროტექცია და არაპიროვნების უნარები და მისი პოტენციალი. ვერც თავის დროზე და ვერც დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა ბურჟუაზიული კლასი, რომელიც უნდა ყოფილიყო ეკონომიკური ინიციატივების ლოკომოტივი. კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი. განსხვავებით კაპიტალიზმისაგან, ჩვენი საზოგადოებრივი წყობილება ემყარება არა მომხვეჭელობის, კონკურენციის, დაპყრობის, გავლენის ზონების გაფართოების იდეებს, არამედ კარჩაკეტილობას, მცირედით დაკმაყოფილებას, მინიმალურ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და პასუხისმგებლობებს. მოსახლეობა კვლავაც აგრძელებს ისტორიული ფეოდალიზმის პერიოდში შექმნილი ტერიტორიული, რეგიონალური და სასოფლო შიდა საზღვრებში ცხოვრებას. ჩვენთან ძნელად წარმოსადგენია ადამიანთა დიდი მასების დასაქმებისა და დასახლების მიზნით გადაადგილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც ახასიათებს კაპიტალიზმის აღმავალ ფაზას. რა თქმა უნდა, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ახალგაზრდობაში თბილისში გადასახლება სასწავლებლად ან სამუშაოდ. ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც ქვეყანა კვლავაც ფეოდალური ხანის მსგავსად დანაწევრებულია. შიდა რეგიონალური, შიდა ეკონომიკური და კულტურული კავშირები კი მინიმალური. სახელისუფლებო სოციალურ დონეებზე მეფობს კრიმინალურ კონტრიბუციური აზროვნება. დაწერება, დაჯარიმება, შეწერება, გირავნობით გამოშვება და სხვა, რაც პირდაპირი ნიშანია გვიანი ფეოდალიზმის ეპოქის. ჭირივით მასიურად მოდებული ქიშპი, სიძულვილი, გრიზნია ყოველ დონეზე, ეს არის შლადი ბატონყმობის ნიშანთვისებები. და ბოლოს, ბატონყმურ ფორმაციას ყველაზე მედგარს მოსახლეობის მკვეთრად მითოლოგიზირებული ცნობიერება ხდის. სრურწმენები, სტერეოტიპები, საკუთარ თავზე მორგებული ღმერთი და რელიგია, კერპომანია, სამოქალაქო ფეტიშები და სხვა. დღესდღეობით მგრგვინავი რელიგიური ფანატიზმი ძირითადად მაინც შუა საუკუნეებისათვის არის ნიშანდობლივი. ახლა კვლავ დავუბრუნდეთ ქართულ გარემოს. პროფესიონალიზმი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ფასობს, მაგრამ განსაკუთრებული თანხის შოვნა, კაპიტალის დაგროვება ამის საფუძველზე პიარის ტექნოლოგიების აქტიური ჩართვის გარეშე შეუძლებელია. უფრო მეტიც, პიარში კი სპეციალისტი უფრო წინ და მაღლა დგას სოციალურ კიბეზე, ვიდრე მისი მოკრძალებული პროფესიონალი კოლეგა. მეცხრე. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ცენტრში. არის ორი ზღვის, უფრო მეტიც ორი კონტინენტის ყველაზე მოკლე და ხელსაყრელი შემაკავშირებელი. თუმცა ამასთანავე საქართველო მოქცეულია სამი ისტორიულად და თანამედროვეობაშიც აგრესიული ქვეყნის გარემოცვაში. სომხეთისა და აზერბაიჯანის გამუდმებული ფარული და შენიღბული დივერსიული პოლიტიკის წნეხში და ჩრდილოეთ კავკასიური ავტონომიური რესპუბლიკების საველე რაზმების სათარეშო სამიზნეში. ტრადიცია გვაჩვენებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოდიან სუპერპარტიები, რომელთა რეიტინგი მეტწილად ფორმირდება წინა პარტიის ხელისუფლების მიმართ სიძულვილისა და იმედგაცრუების საფუძველზე. სუპერპარტიები მიუხედავად მათ განკარგულებაში არსებული რესურსებისა, ძირითადად წარმოადგენენ ერთ პიროვნებაზე აკინძულ სოციალურ სისტემებს, რომლებიც ან ხუხულასავით იშლებიან, ან ახდენენ დაკვეთილ თვითლიკვიდაციას. მე-11 ქვეყანაში ცხოველქმედებს მრავალი დაჯგუფება, ჯგუფი, კლანი, სისტემა, ქვესისტემა, ინდივიდი,
მათ ინტერესთა ჯახის შედეგად ყალიბდება გარკვეული რეალობა, რისგანაც თანამედროვე მასმედია ერთ დიდ ფარსს აწყობს. მედია იყენებს მის არსენალში არსებულ ინსტრუმენტების ფართო სპექტრს და ძირითადად დაგეგმილ და ხანდროს დაუგეგმავ გაპარულ ვირტუალურ რეალობას ქმნის. ჟონგლირებს ფაქტებით, ცვლის თანამიმდევრობას, სემანტიკურად კვეცავს ინფორმაციას, ცვლის აქცენტებს, ახდენს ზედრამატიზირებას, იყენებს ვერბალური პროგრამირების ბრძანებებს და სხვა. ინფორმაციის ემოციურ-ენერგეტიკული დამუხტულობა ითრევს ადამიანებს და რაც მთავარია ქმნის ეგრეთ წოდებულ ინფორმაციულ მორევს. არსებობს უზარმაზარი ენერგოინფორმაციული მორევი ისეთ კონსტრუქტებზე, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ხელისუფლების გადანაწილება, დეცენტრალიზაცია, ევროდასავლური კონსოლიდაცია. მიდის დაუსრულებელი ყბედობა პარაფირებაზე, არჩევნებზე, დანიშვნებზე, მიერთებაზე, გამოერთებაზე, გადატვირთვაზე, ქარტიებზე, კონვენციებზე, დეკლარაციებზე, პაქტებზე და ასე შემდეგ. და ასეთი მორევი საკუთარ ძაფში სულ უფრო მეტად და დაუნდობლად ითრევს თანამედროვე მოქალაქეს, რომელსაც ძალიან გაუჭირდება რაიმე ნათელი, ცხადი კონცეფტი ჩამოაყალიბოს მთელი ამ კაკაფონიიდან. ურთიერთკეთილგანწყობა საზოგადოებაში არ არის ნორმალურ დონეზე. მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი გრძნობს ძლიერ ემოციურ დაცლილობას, გულგატეხილობას, დაუკმაყოფილებლობას, მოტყუებულობას, აგრესიის შემოტევებს, სიძულვილსა და ზისხს, ცხოვრებისეულ უპერსპექტივობას, შიშებს, დეპრესიას. სოციალური დაუცველობა, პოლიტიკური კრიზისები და ცვლილებები, რეგულარული იმედგაცრუება ხდება საზოგადოების თანამგზავრი სინდრომი. ისინიც კი ვინც წესით, კანონით ან კურთხევით, სათნოების, სიმშვიდის და სიყვარულის სტიგმატებს უნდა ატარებდნენ, ორ სიტყვაზე შეიძლება მთვრალ ძველბერძნულ ღვთაება პანის განსახიერებად გადაიქცნენ. მე-13. ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც გაცილებით უფრო პრიმიტიულია ვიდრე დასავლური და არ არის იმდენად მკაცრად რეგლამენტირებული, უფრო ადვილია სწრაფი, თავბრუდამხვევი კარიერის მოწყობა, აღმასვლა სოციალურ იერარქიაში, პლებსიდან ელიტაში გადანაცვლება. აქ უფრო ადვილად მუშაობს სოციალური ლიფტები, უფრო ხშირად ჩნდება ერთბაშად ცნობადობის მოპოვების შანსი და მოდის სახალხო აღიარება. თუმცა ჩვენთან მოსახლეობა ამდენადვე დაუნდობელია ძველი კერპების მიმართ, რა მადლი და სიკეთეც არ უნდა ახსოვდეს მათგან. მე-14. მოსახლეობაში არსებობს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ფსიქოტიპი, განსაკუთრებით რეგიონალური ეთნიკურობის მიხედვით. ამასთანავე შეიძლება აღვნიშნოთ მოსახლეობაში და სახელისუფლებო სტრუქტურებშიც საკმაოდ ძლიერი კრიმინალური, უпроსწორად კი ბანდიტური აზროვნება. კორუფცია, მოპარვა მითვისება, დატაცება, წართმევა, ფიზიკური განადგურება, პიროვნების დაჩმორება, დამონება, საქმის გარჩევა, წილებში ჩაჯდომა და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის წარმატება და უფრო მეტიც გადარჩენა ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ეს საზოგადოება პარაზიტულ ბანდიტური აზროვნებისაგან ეროვნული გონის გაწმენდას. მე-15. მოსახლეობის ბატონყმურ აგრარული ცნობიერებიდან გამომდინარე, ტერიტორიის განცდის არარსებობა, პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და სხვა, ფართომასშტაბიანი და დაჩქარებული დეცენტრალიზაციის პროცესი, გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისისა და გეოპოლიტიკური წნეხის პირობებში აუცილებლად გადაიზრდება უმართავ სეპარატიზმში. ბოლო ჯამში ასეთი ვრცელი და საკმაოდ ზოგადი მსჯელობის შემდეგ შეიძლება განვაცხადოთ, რომ ის, ვისაც სურს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების პრობლემების შესწავლაზე. საზოგადოება აფასებს, უყვარს და მისდევს როგორც მათ, ვინც ქმნის პრობლემებს, ასევე მათ, ვინც ამ პრობლემებს აგვარებს. დღევანდელ პოდკასტში მე შევეცადე მეჩვენებინა გარკვეული სპეციფიკური საკვანძო მომენტები, რომელთა შესწავლა და დაუფლება დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის შექმნაში. იყავით მეტისმეტად დაკვირვებული, გაცნობიერებული, ყურადღებიანი და შეისწავლეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი ბუნება, მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ჭეშმარიტი არსი. მხოლოდ მაშინ, როდესაც იცნობ შენ საზოგადოებასა და ხალხს, შენ შეგიძლია შესთავაზო მას რაიმე ღირებული, რაზეც იგი დაგთანხმდება და მოყვება. იცხოვრეთ გაბედულად.